ამიერკავკასიაში ერთადერთი საწარმო, რომელიც 350 ტონა ფოლადს გადაამუშავებს რუსთავში მილსაგმინავის საამქრო ამოქმედდა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ობიექტზე უკვე 500 ადგილობრივი დასაქმდა. მეტალურგიული წარმოების ამუშავებაში 152 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელეს. ლელა ციკლაური დეტალებით. ქართული ფოლადისგან დამზადებული ასეთი მილი უკვე 30 წელიწადია არ ჩამოსხმულა. დღეს რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მილსაგმინავით განი 400 გაეშვა. ეს პროდუქცია ექსპორტზე ევროპის მასშტაბით გავა. ქართული ფოლადის მილებს იტალია, გერმანია და საფრანგეთი ითხოვს. საამქროში, რომელიც დღეს ამუშავდა, 500-მდე ადამიანი დასაქმდა. სრული ციკლის გაშვების შემდეგ კი აქ კიდევ 1200 ადამიანი იმუშავებს. ამ მილებს გაზის მაგისტრალების, ჭაბურღილებისა და მანქანათმშენებლობის წარმოებისთვის იყენებენ. წელიწადში 350,000 ტონას გამოუშვებენ. ქართულ არმატურას რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში სულ 2700 ადამიანი ამზადებს, რომლებმაც მაღალი პროფესიონალიზმისთვის ამერიკული და ევროპული სტანდარტების სერტიფიკატები უკვე მიიღეს. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ნაწარმისთვის მსოფლიოს კარიერია. დღეს ახალი მილსაგმინავის საამქროს გაშვებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალიაც დაესწრო. ნახა, როგორ იწვრთობა ქართული ფოლადი და მილსაგმინავის ფორმის ტორტიც გაჭრა, რომელსაც მთელი ღამის განმავლობაში ექსკლუზიურად რუსთავის მეტალურგიული ქარხნისთვის აცხობდნენ. ეს საწარმო დღეს ისევ ამუშავდა, ისევ უშვებთ მილებს, რომელიც ექსპორტით გავა მთელი ევროპის მასშტაბით და დღეს დამატებით შეიქმნა 500 სამუშაო ადგილი ამ საწარმოში. რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში 2004 წლიდან 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. საწარმო საერთაშორისო ბაზარზე ის მნიშვნელობა უბრუნდება, რაც ჯერ კიდევ 30 წლის წინ ჰქონდა. ქართული მეტალურგიის აღდგენის პროცესი დაწყებულია, ამბობს ქრონიკასთან თავად ქარხნის დირექტორი. ჩვენ გვაქვს API, EN და DIN-ის სერტიფიცირება მიღებული, რაც გულისხმობს, რომ ფაქტიურად მსოფლიოს ყველა ბაზრის კარი ჩვენთვის ღია. პოსტკომუნიზმის შემდეგ ეს ვარდი უკვე თითქმის აღარ არსებობდა საქართველოში. გამახორციელეთ უზარმაზარი ინვესტიცია იმისთვის, რომ დაგუბრუნებინა ამ ქარხნისთვის ზუსტად ისე სახე, რომელიც მას აკუთვნის. ამ საამქროს გაშვებისთვის ინვესტორებმა დამატებით 2 მილიონი დოლარი დახარჯეს. რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ერთადერთია ამიერკავკასიაში, რომელსაც მსგავსი პროდუქციის წარმოება შეუძლია. ახალი საამქრო უახლესი მანქანა დანადგარებით აღიჭურვა. უმაღლესი ხარისხის ქართული ფოლადისგან დამზადებული პროდუქცია ამერიკაშიც გავა. ტეხასის შტატში ის ჭაბურღილების სამაგრეებისთვის ჭირდებათ. შეკვეთა უკვე სრულდება. რუსთავის მეტალურგიული ქარხანა იბრუნებს ძველ დიდებას და გადის ძველ მასშტაბებზე და უფრო მეტად მნიშვნელოვანია და გასახარია, რომ კიდევ მრავალი ასეული ადამიანი დასაქმდა ამ საკონკრეტულად ამ საამქროში. ვინც აქ მუშაობს, ამბობს, რომ მეტალურგიული ქარხნის გარდა ბოლო დროს ქალაქი რუსთავიც გამოცოცხლდა. პროფესიონალები, ვინც წლების განმავლობაში ქართულ ფოლადს აწვრთობდა და უსამსახუროდ იყო, ახლა საკუთარ საქმეს დაუბრუნდნენ. ეხლა მილსაგმინავი გაიშვა, გამოვა ევროსტანდარტის დონეზე მილი და წარმატებული გექნება. ძველი მეტალურგებისთვის ეს არის გაცოცხლება, რაღაცა დიდი იმედი, ქარხანა 1-3 წელი ამ საამქროს არ უმუშავნია. ეს ქარხანა მილებზე აშენებული ქარხანა იყო, ძირითადად მილებს გვინავდი და ჩვენთვის განსაკუთრებით მილეებისთვის არის გადასარევი. საქართველოში დამზადებული არმატურა ქართულ ბაზარზეც იყიდება. თუმცა გარდა ამერიკისა და ევროპისა, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის პროდუქციით აზიის ქვეყნებიდან ირანიც დაინტერესდა. ქართული ფოლადი რეგიონის სხვა ქვეყნებშიც გავა.